მე მახსოვს ერთი მომენტი, რომელიც ალბათ ყველაფერს გეტყვის. ღამე ჩამოვფრინდი, სადაც 4-5 საათია, ამოვედი სახლში და დილაზე რამდენიმე საათში უკან უნდა გავფრინდე. აი მაშინ მარტო ვიყავი, ამას გეუბნები, როდესაც ჩემი ბიჭი იყო სადღაც 15 წლის. აი რაც პატარა არის, იმ პერიოდისთვის არის და მაშინ არ მყავდა იმდენი ექიმი, მე დავიწყე უკვე მე მიწევდა რომ დამემტკიცებინა ფედერაციების უცხოელების რომ მედიცინის გარეშე შეჯიბრზე არ შეიძლება და აი წამოდა მიწევდა ეს ჩამოვიდოდი და ერთი გუნდი მე ერთი სახეობა და ესე და ეხლა უკვე პრობლემა არის ეხლა შემიძლია გითხრათ 70-15 ექიმი ყავს ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან რომლებიც მიმაგრებული არიან და პლუს სათამაშო სახეობებზეც ყველა ჩვენი ისაა გავლილი და ყველა წარმატებულია და მიხარია და აი ეს მომენტი იყო სულ რამდენიმე საათი ჩამოვიდა და წამოვწიქე ღამის 5 საათია და ამ პატარა მომიწვა მახსოვს პატარა რა მაშინ ბავშვი იყო ეხა კაცია უკვე და რაღაცა ისე და აუ მეთქი რა პატარა ბავშვით და ესე მეფერები მეთქი რა და შენ ნეტავ რა იცი ჩემი ბავშვობაო აი გადმოbrunდი და ცრემლები წამომივიდა. თურმე ბავშვი მოვიდა რომ ის პერიოდი იცის რომ ეს სულ რამდენიმე საათი ვარ და თურმე შეიძლება შეყვარებული ყავს, მეგობრები ყავს, უკვე ესეთი კაცური მასში ყალიბდება და უნდა ის გამესაუბროს, მაგრამ ნუ აი წარმოიდგინე რომ მე ვარ რაღაცა აღდგენით იმაზე, ჩემ თავზე ფიქრო და აი გამეპარა ეს მომენტი და დღესაც ვცდილობ რომ მაქსიმალურად კარგი მამა ვიყო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა მიეცი ისა არა უზრუნველყოფაზე არ არის აი ეს პერიოდი მე ვფიქრობ რომ ალბათ ვერსა შეიძლება ვიღაცა ფიქრობს მამაა და ქონია მაგრამ ვიღაცაც არ ქონია მე მქონდა რომელიც ვფიქრობ რომ ალბათ სხვისი შვილების დევნაში ჩემი შვილებს უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი და დღეს ვფიქრობ რომ ეს ალბათ უნდა დავწერო მე წიგნად რაღაცა იმათ რომ იცოდი ადამიანი ხა მე აღარ დეტალებია კიდე ბევრი სხვა მომენტები ხა მაგის დრო არა გვაქვს ჩვენ მაგრამ ალბათ ეს არის ყველაფერი რასაც ოჯახი ქვია